წარმოიდგინე დღე, სადაც არც ერთი ხე სწორად არ იზრდება. ისინი შუა ცეკვისას გაყინულებს ჰგვანან. ეს პოლონეთის მოხრილი ტყეა. 400-მდე ფიჭვი მიწიდან ამოსვლისას ჩრდილოეთისკენ იხრება სრულყოფილ რკალს ქმნის და მხოლოდ შემდეგ მიდის ზეცისკენ. ყველაზე გიჟური ისაა, რომ ამ პერიმეტრის გარშემო აბსოლუტურად სწორი ხეები იზრდება. მეცნიერები კი შოკში არიან. არსებობს რამდენიმე ვერსია. პირველის მიხედვით, 1930-იან წლებში ადამიანებმა ნერგები სპეციალურად დააზიანეს ავეჯისა და გემების დასამზადებლად. ომის გამო კი ეს ადგილი მიატოვეს. მაგრამ რატომ დახარჯავდა ვინმე ამდენ ენერგიას? ირგვლივ არც ერთი საამქროს კვალი არ არის ნაპოვნი. მეორე ვერსიით ეს გრავიტაციული ანომალიაა. ადგილობრივი ლეგენდები ამბობენ, რომ აქ ენერგეტიკული პორტალი არის, გამოც ტურისტები ხშირად უცნაურ შფოთვას უჩივიან. მესამე ვერსია დიდ თოვლობას უკავშირდება, რომლის მასამაც ნერგები მიწაზე დიდხანს დააცვინა. თუმცა, გაუგებარია, რატომ არ დააზიანა სტიქიამ გვერდითა ხეები. მსგავსი ფენომენი ბალტიისპირეთშიც არსებობს, სადაც ხეები კიდევ უფრო რადიკალურად წრეებად და სპირალებად არიან დახვეულები. აქ მიზეზად ძლიერ ქარებს და სპეციფიკურ მწერებს ასახელებენ. ადამიანის ხელი, უცხოპლანეტელები თუ ბუნების წყევლა. შენი ვერსიით, რა დაემართათ ამ ხეებს? დაწერე კომენტარებში. ვრცლად სტატია წაიკითხეთ საიტზე ცნობისთვის.com.